თვითონ დეფინიცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობას იცით როგორი დეფინიცია აქვს? რეპროდუქციული ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, მენტალური კეთილდღეობა. მეტი უკეთესი კავშირი არ არსებობს. ეს არ არის მარტივი კავშირი, უკავშირი, ერთის მხრივ არის მე რომ პირიქით დავიწყო რეპროდუქციული პრობლემები და როდესაც ადამიანს აქვს ამათი ტიპის რეპროდუქციული ჰორმონალური აშვილოსნობის პრობლემა, ეს თავისთავად არის სტრეს ფაქტორი და ხშირ შემთხვევაში მეორადად აგენერირებს, ხელს უწყობს ამათი სახის მენტალური პრობლემების წარმოქმნას და მეორე მხრივ, თვითონ პირველადად არსებული მენტალური პრობლემები ძალიან ხშირად ხელს უშლის სრულად და სწორად ფუნქციონირებას. გეთანხმებით სრულად. თავის ტვინში არის ესეთი ჯადოსნური ადგილი. 32 წყვილი ბირთვი, 4 გრამი ანატომიური საზღვრების გარეშე, ჰიპოთალამუსი, რომელიც განაგებს პრაქტიკულად ყველაფერს. შიმშილი, დანაყრება, სქესობრივი ფუნქცია, რეპროდუქციული ფუნქცია, თბორეგულაცია, გულსისწრაფთა სისტემა, რესპირაცია, ყველაფერს. მათ შორის იმ ღერდს, რაც რეპროდუქციული ფუნქციის ცხოველმოქმედების საფუძველია. ჰიპოთალამუსი, სამიზნე ორგანო და გონადა. ეს კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ღერდში რაც ხდება, ეს იქნება პირველადი დისფუნქცია აქ და მეორადად გამოწვეული დარღვევა თუ დარღვევის ფონზე აღმოცენებული, ხო სეროტონინერგიული, დოფამინერგიული გზები, თქვენი გზებიც არის. ჩვენი გზებიც არის. ისინი ურირებენ გონადებში, მამაკაცებში, სათესლე-ჯირკვლებში, ქალებში, საკვერცხეებში ერთ ფუნქციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სასქესო უჯრედების განვითარება, გამეტოგენეზი, ეგრეთ წოდებული პროცესი და მეორე სასქესო სტეროიდების სინთეზი. ისინიც ერთმანეთთან კავშირშია და როდესაც ეს არ ხდება, რაღაცა გარკვეული მიზეზი აქვს, ეს თავისთავად სტრესორია და მერე უკვე იქმნება მექანიზმი, სადაც პირველადობის დაჭერა ძალიან ძნელია, სადაც ორივე საჭირო ვართ, თქვენც და ჩვენც.